მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვარაუდოთ, რომ რეგიონებში მიმდინარეობს ზეწოლა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების კანდიდატებზე, რათა მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურები. ზეწოლა მიმდინარეობს რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ძირითადად ეს შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კანდიდატებმა მოხსნეს საკუთარი თავი რეგისტრაციიდან ისეთი პარტიებიდან, როგორც არის საქართველოს გზა, სახალხო პარტია, ზეწოლაზე საუბრობენ ლეიბორისტული პარტიის და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებიც. ეს მსგავსი ტიპის შემთხვევები შეხვდა როგორც მაჟორიტარული კანდიდატების მიმართ, ასევე გამგებლობის კანდიდატების. იყო შემთხვევები, როდესაც პარტიული სიის რამოდენიმე წარმომადგენელმა ერთდროულად მოხსნა კანდიდატურა. მუქარა ძირითადად გამოიხატება მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ისინი გათავისუფლდებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობებიდან. არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ისინი გაურბიან ამის დადასტურებას, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ. მსგავსი ტიპის ფაქტები ჩვენ ამ ეტაპისთვის დავაფიქსირეთ 11 მუნიციპალიტეტში, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ის ხდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ეს გახშირებული ფაქტები და ათეულობით ფაქტზე არის საუბარი, რომელიც ათეულობით კანდიდატს შეეხო, გვაფიქრებინებს, რომ მას აქვს უკვე სერიოზული და მასშტაბური ხასიათი და შესაბამისად მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ აღნიშნულ ფაქტებზე, ვინაიდან ზეწოლაში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩართულნი არიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, ასევე გაჟღერდა დეპუტატის მოქმედი გამგებლების სახელები და ასევე სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობაც მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებებში, რაც რა თქმა უნდა ცალსახად არის დასაგმობი. მე კაც ხოლმე ჩაწეროს, მე კი კარგით, ანუ ნინო მისაუბრა ზოგადად იმ რეგიონებზე და ტენდენციებზე, რომელიც ასახული არის ჩვენს განცხადებაში, ვასახელებთ იმ პირებს, რომლებზეც მოხდა ზეწოლა, ნაწილი ამ პირებთან, ანუ ნაწილთან ჩვენ გვქონდა შეხვედრები და ეს გადავამოწმეთ, ზოგი მათგანი უარს ამბობს ამ ფაქტის დადასტურებაზე, ზოგი არის მართლაც შეხედავთ, რომ არის შეშინებული და ზოგი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ მას შეუთვალეს, ან მასზე განხორციელდა პირდაპირ ზეწოლა იმისთვის, რომ მას მოეხსნა თავისი კანდიდატურა. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა არის მაინც დმანიში, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატზე მოხდა ზეწოლა, ასევე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის 5 კანდიდატზე და ასევე ზეწოლაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციაც. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონს განსაკუთრებით და ამოთ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავი არის კახეთის რეგიონი, აქაც ცალსახად ხდება უფრო მკვეთრად გამოხატული ზეწოლის ფაქტები. საერთო ჯამში ჩვენს განცხადებაში საუბარი არის დაახლოებით 32 კანდიდატზე და პირზე და ჩვენ აღშფოთებას კიდევ იწვევს ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე 2 დღეა საუბრობენ ამ ტენდენციებზე, ისინი საუბრობენ კონკრეტულ ადამიანებზე და ზეწოლის ფაქტებზე, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შეიძლებოდა რომ ქონოდა ადგილი და ისინი უარყოფენ ამას, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამაზე რეაგირებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვა სამართალდამცავი უწყებები. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, რადგანაც ამან უკვე მიიღო ტენდენციური ხასიათი და მასიური ხასიათი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შესაბამისმა ორგანოებმა. ეს არის ძალიან მოკლედ ამ ფაქტთან დაკავშირებით.
მოკლედ მე აღარ გავიმეორებ იმ რეგიონების და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს, რაზეც ეკამდა ნინო მისაუბრეს. მასშტაბი, სავარაუდო მასშტაბი, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, მართლაც არის შემაშფოთებელი და მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს პრესკონფერენცია რო ქონოდა დღეს საღამოს საათებში, კიდევ უფრო ის მასშტაბზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს განცხადების აი პრეს-რელიზის წერის პროცესში იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საუბრობენ ზეწოლას. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი და შეიძლება საარჩევნო პერიოდში იყოს გარკვეული დარღვევები, რომელიც პირდაპირ გავლენას შედეგებზე ვერ ახდენდეს, მაგრამ ეს ასეთი ტიპის დარღვევები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგებზე, იმიტომ რომ თუ კანდიდატს აიძულებ მოხსნას კანდიდატურა, ცხადია, მას არანაირი 0% რჩება შანსი გამარჯვებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად რომ ვთქვათ, ვეღარ იქნება კანდიდატი. არა თუ თვითონ ვეღარ იქნება, არამედ ისიც თქვენ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა თუ 75,000-ზე მეტი ამომრჩეველი ამა თუ იმ ოლქში, იქ პარტიას უნდა ყავდეს სიაში მინიმუმ 15 წარმომადგენელი. თუ 75,000-ზე ნაკლებია, მაშინ მინიმუმ 10 წარმომადგენელი. როცა შენი თანაგუნდელები ხსნიან კანდიდატურას, ეს სხვა კანდიდატებზეც ახდენს გავლენას, იმიტომ რომ თუ შემცირდა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს თუ ჩამოცილდა რაოდენობა კანდიდატების სიაში, ამ შემთხვევაში მთლიანად სია იხსნება და არავის აღარ რჩება პარტიიდან შანსი იმისა, რომ გაიმარჯვოს. აქედან გამომდინარე, ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი ტენდენცია და ეს არის არამხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ ეს ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ რომ ზეწოლა და ბუქარა სხვა არაფერია თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობები, ამიტომ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია, რაც ვრცელდება ჩვენს მიერ, რაც ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ, წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართლებრივ ორგანოებზე, რომ მათ დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ის პირები, ვინც ზეწოლას ახორციელებდნენ უშუალოდ მისცენ პასუხისგებაში და მოახდინონ ეფექტური რეაგირება. სხვაგვარად, ალბათ გასაგებია, რომ არჩევნებამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ეს ძალიან უარყოფით შეფასებას იქონიებს მთლიანად საარჩევნო პროცესზე. ეს მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ამას მოყვება ძალიან მკვეთრად უარყოფითი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც ცხადია მთლიანად ქვეყნის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის, ამიტომ იმ ადამიანებმა, ვინც ამას აკეთებენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ესე მოქმედება არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. თან მე რჩება განცდა იმისა, რომ ეს არ არის რაღაც რიგითი ადამიანების გადაწყვეტილებები ადგილებზე, რადგან ამ ხელა მასშტაბზე საუბარი, როგორც ჩანს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ვიღაცა ორგანიზებს, უფრო გავლენიანი ადამიანი, რაც რა თქმა უნდა 100%-იანი სიზუსტით არ შეგვიძლია ამის დადასტურებულად საუბარი, მაგრამ ცხადია ჩდება ასეთი კითხვები და ეს არის ლეგიტიმური კითხვები. ხელისუფლებას მოეთხოვება, რომ ამ კითხვებს გასცეს დამაჯერებელი პასუხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც კანდიდატები საუბრობენ ზეწოლაზე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ისინი თავს არიდებენ ამაზე საუბარს, ან ასახელებენ ოჯახურ პირობებს, თუმცა რატომღაც ოჯახური პირობები, როგორც ჩანს, მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ექნებათ და არა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მოხსნან კანდიდატურა. მე ჩვენ ასევე მივმართავთ უწყებად შორის კომისიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტებს, იმიტომ რომ ამ ფაქტებმა მთლიანობაში არჩევნები და ქვეყნის იმიჯი შეიძლება ძალიან დააზარალონ, ამიტომ ყველას ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ როგორღაც გაჩერდეს ეს ტენდენცია და შეწყდეს და არც ერთ კანდიდატზე არანაირი სახის ზეწოლა არ გახორციელდეს. ამავდროულად თითოეულ კანდიდატს, რომელიც იქნება ზეწოლის ქვეშ ვიღაცა დაემუქრება ან ასე შემდეგ, ჩვენ თავაზობთ სრულ მხარდაჭერას, ჩვენი ორგანიზაციები ასევე ალბათ შემოგვიერთდებიან ჩვენი პარტნიორი სხვა ორგანიზაციებიც, სრულ მხარდაჭერას, ყველანაირ დახმარებას, იურიდიული დახმარებით დაწყებული და სხვა სახით დამთავრებული, რომ მათ აღმოაჩნდეთ ზეწოლის გაძლების ძალა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ,
პირველივე დამუხრებაზე, ან მეორევე დამუხრებაზე მათ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. პირადად მე ნებისმიერ დროს ვარ მზად, რომ ნებისმიერ კანდიდატი, რომელიც დახდება ზეწოლის მწვერვლის ფასის შემდეგ, უშუალოდ შევხვდე, უშუალოდ ვისაუბრო და რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგებიც ანალოგიურად მოიქცევიან. გარდაბანთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენებთ დღეს გავრცელდება ასევე ჩვენი ერთობლივი განცხადება გარდაბნის საკითხზე. იქ ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, თუ რა გახდა ამ კონფლიქტის მიზეზი, ეს იყო პოლიტიკური მოტივებით განპირობებული დაპირისპირება, თუ ის იყო ეთნიკური მოტივებით განპირობებული დაპირისპირება, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი, რომ ერთ მხარეს სამწუხაროდ იყვნენ ეთნიკურად ქართველები, მეორე მხარეს სამწუხაროდ ეთნიკურად აზერბაიჯანელები. რითი დაიწყო ეს სხვა თემაა, მაგრამ ამას რომ ეძლევა შეფასება ეთნიკური დაპირისპირების, ეს ძალიან სამწუხარო, ძალიან საფრთხო თამაშია, თუ შეიძლება ამას თამაში დაერქვას და ამიტომ ხელისუფლებას აქაც განსაკუთრებული გულისხმიერება და ეფექტური მოქმედება ევალება და ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ მხოლოდ ჩადენილი დანაშაულზე რეაგირება კი არ არის სასურველი და აუცილებელი სამართლებრივი საკითხიდან, ამავდროულად აუცილებელია პრევენციული ეფექტური მექანიზმების გატარება, რომ ეს არ გადაიზარდოს უფრო დიდ პრობლემაში. მე რა თქმა უნდა რომ იმას რომ სამართლებრივი როლი ამ ინციდენტის აღმოფხვრაში ნული იყო, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, უბრალოდ ადგილობრივი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელები იყვნენ ამ ინციდენტის და რომელსაც დაესწრნენ ჩვენი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამბობენ იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიცია ძალიან არაეფექტურად იქცეოდა და ვერ აღკვეთა მთლიანობაში ის, რაც მოხდა. რაზე თქვენ რომ ეხანდელი არის განცხადებაში მიიღებული თიანეთის რაიონში ხელისუფლების დეპუტატი, რომელსაც უთითებენ, რომ ის ახორციელებდა და ორგანიზებდა აი ამ ზეწოლას, უფრო მითითება არის ხელისუფლების წარმომადგენლებზე. კიდევ ერთხელ, როდესაც ადამიანი ვერ უძლებს ზეწოლას და ხსნის კანდიდატურას, მისგან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ის ღიად ისაუბრებს ზეწოლის განახორციელებელ პირებზე, სამწუხაროდ არ უძლებს, იმიტომ რომ მას რომ ასეთი ღიად საუბრის სურვილი ქონოდა, არ მოხსნიდა კანდიდატურას და მანამდე ისაუბრებდა ცხადია ღიად. ამიტომ ბევრი ადამიანი ფარავს რაღაცას, პირადად მეც გეტყვით, რომ მეც მქონდა 2-3 ადამიანთან პირადად მე შეხვედრა, რომლებიც საუბრობენ ზეწოლაზე და ეს ზეწოლაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები არ არიან თანახმა მათი სახელების და გვარების ხსენების, ამიტომ ეს კონკრეტული ინფორმაცია განცხადებაშიც ვერ მოხდა, იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენ რაღაც თქვათ ისეთი რამე, რომელზეც კონკრეტული ინფორმაციას ვერ მივუთითებთ. მაგრამ მთლიანობაში ფაქტია ის, რომ მასშტაბი ამ პრობლემის არის ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან დიდი.